რაღაცა მოხდა, რა ვიცი. ეზო არის დიპორული. ნახე როგორ ჩარეცხილი აი. ოი. წყლები მოდიოდა. წყალი არ არის, ისევ დაწყვეტილია, დილიდან წყალი არ გვაქვს. ესეთი ვითარებაა. მოკლედ ხალხო, იქით ჩანგრეულა. გახეთქილა მინი ჩანგრეულა. გზა ხალხს ახლა შევარდნი. რა ვიცი მე არ ვიცი მანდიყო თუ არა, მაგრამ ნახა ლოკაში ფოტო და ვიდეო ვნახე. აი ეს ჩავარდნილი იყო მანქან. მომოგები ხავარდნილი და მე. და დღეიდან მორჩა ყველანაირ ჩახეთქველი ვიწყებ ისევ დეფიციტს უნდა დავიკლო, რაც მოვიმატე და კიდე გავაგრძელო როგორც მინდოდა, თუმცა ძალიან გაფრაზებული ვიყავ ჩემთვის, რომ ხედავ ვიდეოში აღარ მომწონს, გადავლახე უკვე ის ზღვარი სანამდე მომწონდა, აი მაქსიმუმი იყო 57, რომელსაც შემჩარ მომწონდა. всё. და ეხლა მივდივართ ქვეყნოთ, ჩამოვალ 57-ზე, 56-ზე, 54-ზე და მე ვნახოთ, მე ვფიქრობ, რომ 50 მინდა. თუმცა ვნახოთ, არ ვიცი, არც არ ვიტყვი ჯერ, უბრალოდ ვიწყებ. ვაგრძელებ და ამას რა მიუყუდო ახლა. როგორ წამიქციოს ეს ტელეფონი. ხოდა ყავა მინდა და ეს ოხერი წყალი არა. აგერე ხაი ხავადური რო. მაგით არ ის ასეთი აუ ის მიიხურება ტელეფონს წამიქცევს რა გავაკეთო. რა მიიხურე? აი კარი. აუ დაუდე ბრამს. რას? რასა? ორი რამ მაგ დასადები. მიიხურება ეხლა? What bule aereo? Na virato Sato aereo, bule aereo. Na virato aereo da usula. Albat ისა, ბევრი ჭამა გულს. ყველა მოჭამა რაღაც. ასკები ჭამა. რავი რა აჭა რა. ასკა არ უჭამია, ბასკე მე ვჭამ. ასკები შენჭამი. აი გოდი გახდა თუ და რა ჭამა გონი? ხაჭაპური ჭამა, ხორცი ჭამა. ბევრი ჭამა. საცივში ამოვლებული ხაჭაპური ჭამა. საცივში? აი როგორ შეიძლება? შეიძლება. არა, მაღაზიაზე რა ყოველთვის ბონი მასაც პოზიცია. ლუსისაც გულიერა და ხოლმე მასაც. შენაჭამე? ერთი იმას ამოს. და მისცა იჯო. ქვევით მოდის თვალი. აი წავიდოდი სამუშაო, მაგრამ ნაირმა შემართება. ახლა იქაც რა მოდიოდეს? მე ბაჩონკები ვავსე ამოვიტანე რომ გავიდა და ერთი ამის. ბაჩონკა. ორი სამი წელი ამოვიტანე კიდე რავი რაც მოდავხარჯი. და ეს ბონი კიდე რამდენი შეხვიდოდი და გაფრინდი. არის მწყურია, სად არის? ანუ დუგაბოს კიდავლე ამას, მაგრამ. იმაზალი. იმაზალი. სად არის მინა? უსკო. სად გვაყოინა? რა? აკი. მარტინი ხამხლად მაგდენი ბოდიში. ყურვილზე თუ მარტინის მაგავისე.
ვიტყვი ზეში დგას გარეთ. ეს მეტი შეჭამა, თქვი? მოდი მე. მეტი არის, ხო? ავის მოსუფარული ეთები. არკი გვაქვს ფერმანა. აღარა. მეგონა მეორე იყო? ჰა? მეგონა რომ თელი ხაჭა. გაიგო ეს იდაფები მარტო. მე ხაჭამო დაუჭეთი ახლა ორ შეშუცო როგორ შეჭა. რამი. მახსოვს რომ იყო. Aprili. Almost almost. Acho que tem uma foto da pena. Chevito, Oh, შევარიზა. აჟებურა. შემთხვევით მიდი. ადიონია პატარა. ხო. რა. ნაგინოვე ჩაიჩეს ბავშვებმა. ადიონზე პატარა ქონდა და. ისონა ხოდა მე ვიცი. მე არ მაქვს ადიონზე პატარა. ოი ადიო მოიწონდა. რას გამოუწვა? ხელს? აბა? რას? ხაჭაპურს? მის განსასწრებელია და ერთმა მიდიოს. მანე პროგრამერი იქნება. მაგას თუ გამოუწვა. აქ მინდოდა დაჭრო, მაგრამ ესეთი მისია. Акрестеч. ის კარგი ყოლები რო ვიყიდეთ ახლა რა მაიგო. აუ ეს მანქანა ეხლა რომელიც მიდის. ეს არის მერსედესი A-კლასის. რაზე რა ხმა აქ იცი დადის. რა ტრაქტორი ხაჭის არის. ეგ მანქანებით მომწონდა მე ძალიან. ადრე რა ვაჭრეს. ვინდო. კვერცხები. რამდენი? აბა დაწერეთ. დაწერეთ რამდენი ხანი ჭამთ ხოლმე თქვენ ზაფხულო კვერცხები. დაწერეთ. მოგეთება დავლიოთ ერთად ყაბა. დავიწყოთ ისევ ერთად ცხოვრება, როგორც აქამდე ვაკეთებდით. აბა ნახოთ კომენტარები.
აი მე ის ფერი ხაჭებ. ჯერა დამიდია. ახლა უნდა დავდო. ერთი წუთი. გამოვაქვეყნე ვიდეო. ის ფერი ხაჭაპური. იქ ამ ლამის სული გააყოლა თან. საწურებებისა ავიღოთ იგი მადლობა ყველა ვინც მოგოცავთ აღდგომის წყირნავი დღესასწაულს კილოცავნი ბედნიერი ვიყავით ჩემო კარგო იამ ყველას ძალიან დიდი მადლობა მეც კილოცავთ მრავალს დაეწარი ჯანმრთელად ბედნიერად აი ამ უდიდესი დღის ძალა და მადლი იყოს ჩვენი მფარველი ძვირფასებო ამ კომენტარებს არ ვკითხულობ იმიტომ რომ ყველა კომენტარი ერთნაირია და ან მოლოძვის ასე ვიძახი. ნინო, დვალი ჭეშმარიტად აღსკა ქრისტე აღსკა გიხაროდენ მადლი შენ და მახარობას. ნი, მრავალს დაეწარი ჩემი შვილი გიждდება პასქაზე ეკლესიიდან რომ რაც მოვიდა მარტო მაგას ჩამს თან სულ წასწორზე დგას მე არ მითხრა აი გეფიცები ხო 20-ში და 21-ში ვაპირებდი ვერ მოვითმინე და 19-ში და 20-ში გადავწყვიტე და ესე იგი გეფიცები 19-ში მოვკვდი პასკის ჭამი просто აი დანახვა და ძალიან მიყვარს და იცი რა არის ერთხელ რო არის წელში იმიტომ მენატრება ეს და იმიტომ გიждები თორე სულ რო იყოს ესე კი არ მომენატრებოდა კატი სან კეით სან გამარჯობა ძალიან თქვენ ძაღლის მოსაქმებული აიღეთ პატრონებმა ეგეც ხომ კულტურის ამბავია ისევე როგორც ნაგავი არ უნდა დაყაროთ გარეთ ხო კი ძვირფასო ნამდვილად კულტურის ამბავია ეს საფენზე რო შვება და დილას ნაკნავი ქონდა რომ გავიყვანე საერთოდ არ მიფიქრია თუ გარეთ იზავდა ხო და კიდე კაი და მადლობა ღმერთს რომ გზაზე არ აქნა თორემ მართლა ფოთლებით მომიწევდა აღება და რაც შეეხება მიწაზე იმიტომ არ ავიღე რომ ეს მაინც ბუნებრივი ასე ვთქვათ ბრჭყალებში ათხოდია სასუქად იყენებენ ხოლმე და ანუ მიწაში ადვილად იწოვება და ეს არ არის რაღაცა რკინა, პლასმასი და ესეთი რომელიც საუკუნეები უნდა იყოს რომ გადამუშავდეს მასეც ნამდვილად არ დავტოვები თუმცა ვიდეოში მეწერა რომ უნდა ვიყიდო მეთქი ის ძაღლის ასაღებიროა სპეციალური ან შველისოფეთი მაინც იქამდე სანამ გავიყვან თქო და ეთყობა ეგ ვერ შეამჩნიე ან არ შეამჩნიე არ ვიცი იმიტომ რომ ეგ მეწერა რადგან მე თვითონვე იმას ვქენი შევწუხდი რა არ ველოდი რომ იზავდა და კიდე კაი რომ ქუჩაში გზაზე ან სადმე არ ქნა ლელანი შენ ისეთი ლამაზი სახე გაქვს დასწორებული სატალღოვანი ძალიან გიხემიგე მეჩვენება რომ ცოტას რომ მოვიმატებ სახეზე არაფერი აღარ მიყრი ვერ ვიტან ჩემი სახე რომ მოპუტკუნდება ხოლმე არიან სახეები აი ვისაც მრგვალი სახე აქვს იმათ ძალიან უხდებათ ეს მრგვალი და მე მაქვს ხელი და მოგრძო სახე და ჩემს სახეს ითხელე უკვე ჩემი სახე რომ ჩასუქდება ეს უკვე საშინალა და ჩანს რომ ძალიან არ მომდოს მე ვიცი რომ ხა სხვა ადამიანები ამას რამდენიმე კილოს 3-4 კილოს ვერ აღიქვავენ და ვერ ხედავენ ისე როგორც მე მაგრამ მე თან ეხა დასიებაც არის ხა ნახეთ 3 დღეში როგორ ჩამოთხელდეს იმიტომ რომ ეს ამდენი კაბილი მე საცივი მე ღომი და რა ვიცი თავზე გადავისვი ყველაფერი პლუს ციკლის პერიოდი მაქვს ახლა და უნდა დამეწყოს და ვაფშე ჩამოსიებული ვარ და ვიქნები ერთი რამდენიმე წუთი და მე გაიგლის და მე დავემგვანები ისევ ადამიანს ხო პარასკევს ხებავთ ხოლმე ნიჩვენს ოღონდ არ უნდა გატყდეს მხოლოდ პარასკევს დანარჩენ დღეები შეგიძლიათ გაკეთვა და ჭამა შეგეცდიათ აღდგომის მარტივი შენ წინდა ყველა შენს მაყურებელს და სრულიად საკათო ეგ არ ვიცოდი მაგრამ პარასკევს არავის არ ვაჭამა მე რა ვიტყობა გულმა მიგრძნო და შაბათს რომ მომთხოვეს მე უკვე მე კაი თქო და
პირველმა მე შევჭამე, მაინც ისეთ პონჩი რა 100 კოს რო პირველი. დიდი ჭამს. ბავშვებს ხო იცით ისეს ხალისებად დარტყმა. მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ გვანი სამადლობა ძირფასო. ანანო ოჯახი კაცები მსხვილი ვარ და ისე დავიძაბე მეგონა გვერდით გეჯექიო ეს დაძაბული იყო. ციცი ბონი გოგო თვალებს წეთელ არა საყვარელი ხარ როგორ უხარია გაცეთ და სიხავისგან ტირს ახლა მოგთხოვს ხოლმე მიგასოს რომ მიეჩვა ხო გუშინ ესე იგი გუშინ მთელი დღე ესე იგი დილიდან ეს პასკა მე ვამზადე ეს ამდენი აი ვიღაცისთვის ახლა არიან ქალები ვისთვისაც ეს вообще არაფერი არ არის მაგრამ ჩემთვის მტკივდება ფეხები მტკივდება ზურგი მტკივდება წელი ყველაფერი და აი ბოლოს რომ მორჩი უკვე გავაკეთე ხაჭაპურები ღომი ფერამუში საცივი და აი ბოლოს უკვე რომ მორჩი ამ ყველაფერს ვიძახდი რომ მეთქი საერთოდ აღარაფერი აღარ მინდა თქო ისე დავიღალე მე ახლა ამ დაღლილზე რომ დაჯდები და ამ ყველაფერს რომ კარგად გემრიელად შეჭა მე ხო წარმოგიდგენ როგორი იცის მოდუნება და იდაწოლა რო გინდა და დაცინე ხო და მე ცოტა ხანი წამოვწექი და მე რომ მოსული ერთი მეთქი გასხარ ბავშვი წავიყვანო თქო რა და იქაც ჩემ დღეში იყო და ბავშვი წავიყვანეთ მაგრამ ძაღლის წაყვანა მე ვუთხარი წავიყვანო იგი ძალიან უნდა და ბონის კართან და ტირო და მე რომ გავედით აიმიდან აი აივანზე გარეთ იდგა და ესე მორბოდა და ტირო და ნუ მის წავიყვანეთ ძალიან უნდა და ევასაც ძალიან უნდა და ბონი წავიყვანოთო და იკა მარაო არა მაქვს მაგის ნერვიო და მე ძალიან ვინანე სხვათა შორის პარკში რომ მივედი ძალიან აი რაღაც შემებრალა და შემეცოდა მაგრამ ნუ არა უშავს დღეს წავიყო ხო და ეს სულ ივლის ხოლმე ხა თან იცით როგორია საერთოდ ჩეხოები ხო თითქოს მშიშარები არიან რა ვიცი ძაღლების ეშინიათ თითქოს ამას არაფრის არა ეს მირბის პირდაპირ რა ვიცი ძალიან უშიშარი გოგოა მე მგონი იმიტომ რომ ის განცვიღიდა იმას სხვა ძაღლების ყავდა დიდი ანუ ფრანგული ბულდოგები და ისინი ნუ ამაზე დიდი ძაღლები და იმათან იზრდებოდა და ანუ ძაღლების შიში არა გუყვარს ძალიან ძაღლები და გარბის ეგრევე მაგათკენ და არო ხედავს ხო და ის ძალიან მოწონს ახლა ინტერესებს აი ეს გარე სამყარო და თან ყველაზე ცუდი რაღაცა რა და ყველას ეტორღიალება მომეფერო და მე თუ არ ეფირებიან ტირის რომ მოეფერონ უნდა რომ ყველა მოეფეროს რა კარგი ფერებია ნიკო ეს დღე ჩემები წელს ძალიან ცუდი ფერი გამოვიდა ენდრო არ ვარგო და გილოცავ ნი ავკომას წინასწარ მრავლად დაეწარი დალოცულები ყოფილიყავით უფლის გარშემო და შენი ოჯახით მიყვარხართ მე ძალიან მიყვარხარ ციციცებასო ეს ორი რაღაცის ერთობლიობა ერთი ენდრო უნდა იყოს კარგი და მეორე კვერცხი უნდა იყოს სოფლის და გამოდის აი ესეთი ფერები სულ ყოველ წელს ესე ვღებავ და ძალიან კაი გამოდის ხოლმე ეს მე რო იქ წავედი რა ქვია ყველის საყიდლად ლიამ შეღება ეგენი ეხლა ჯერ ხო ეს ენდრო უნდა დაიჩეჩქოს და უნდა მოიხარშოს ეს ნაყენი და მერე შიგუნა ჩაიწყოს ეს კვერცხები და იქ იდოს და მერე უნდა მოიხარშოს და ეს სასწაული ფერი აქვს ხოლმე და თავიდან ადრე მე არ ვიცოდი და პირდაპირ ჩავაწყეთ თან მაღაზიის კვერცხები პირველად რო ვღებავ და იღიავად ის ფერები გამომივიდა კარგ ფორმაში ხარო რა საყვარლები ხართ ბონი ევამ გიждები თქვენზე ისეთი კარგი ვიდეო იყო აღარ მინდოდა რომ დამთავრებულიყო ულამაზესი ბუნება თქვენი ყურება დავტკბი ნამდვილად აი მეც იცი როგორ არის იმედენად დადებითი ემოცია მივიღე მაშინ ბონი რო ყავდა წაყვანილი იმდენად დადებითი ემოცია მივიღე რომ ვერ აგიწერთ ძალიან კაი იყო ინიზოლიანიზე და ძალიან გიხდება ასევე თეთრი ზედები გიხდება ლელ მადლობა ძიბაზე ვერ ვიტან მე ზოლიან ზედებს აი ეს ორი ზოლიანი ზედა მაქვს რომელიც მაგ და მიხდება რომელიც სოფია მაჩუკა ერთი ეს არის რომელზეც შენ დამიწერე აი ეს
და ესე მეჩვენება რომ ძირითადად შავია თითქოს და იმიტომ იხდება ესე მგონია და მეორე არის ის როგორც დიდი ისინი აქ ესეთი სქელი რა და ისიც ძალიან მეჩვენება რომ იხდება აი ჩვეულებრივი თანაბარი შავ-თეთრი ზოლები საერთოდ არ მიხდება ნუ მე არ მომწონს აი სახეზე და რაღაცა არ მომწონს და ეს ორია რომ ეს ორივე ძალიან მომწონს ალელუმ პასკა უნივერსამის არის უგემრიელესი იტალიური პასკა აწერეთ ტკბილი ქვეყნის მომწონს კიდევ აი ტკბილი ქვეყნის ეს საფირმო იყო ზღაპარი პროსტა რაღაცა სხვა იყო ძალიან მომეწონა უნივერსამის არ გამისინჯავს და მორჩი მე всё პასკებს აღარ სინჯავ სასწრაფოდ უნდა ჩამოვიდე სადაც ვიყავი იქამდე მაინც 54-მდე უნდა ჩამოვიდე აი ნუ 56-მდე მაინც აი იმიტომ რომ ნერვებს მიშოს აი უკვე ჩემთან რო უყურებ იმდენად არ მომწონს გვერდიდან რომ აი ჩემ თავს შორდები რა თითქოს ჩემ თავს და მე მეშლება ამის გამო ძალიან და ეს ჩემი გაწელილი ცუდად ყოფნა დეპრესია გარდატეხის ესე კი გარდატეხის პერიოდი და რაღაცა და ძალიან ანუ აღარ ვაქცევდი ყურადღებას ამ ყველაფერს იმიტომ რომ იმ პერიოდში უბრალოდ მთავარი იყო რომ გადავრჩენილიყავი გამოსულიყავი მდგომარეობიდან და თავი კარგად მეგრძნო და ნახენ გამომდინარე სად დავაქცევდი ყურადღებას ჭამდი ემოციურად ანუ არ ვუსმენდი ორგანიზმს ჭამდი ემოციურად რომ რაღაცა დადებითი ის მომენტი მიმეღო იმ წუთას და ჭირდებოდა მეხმარებოდა და ისიც ვიცი რომ მე ისეთი ინსტრუმენტი მაქვს რომელიც დახმარებითაც ყოველთვის ძალიან მარტივად გემრიელად დავიკლებ ისე რომ ტკბილსაც შევჭამ და აბსოლუტურად ყველაფერს შესაბამისად ძალიან დიდი ის არ მაქვს ამისი მაგრამ აღარ უნდა გავუშვა მეტი იმიტომ რაც მეც გავუშვებ მე მით უფრო ძნელია იმიტომ რომ მომატება არის ძალიან ადვილი და სწრაფად მიდის, მაგრამ დაკლება არის ძალიან რთული და თუ კი თავიდან მაგალითად ადამიანის უმეტესობა რატო ანებებს თავს, იმიტომ რომ თავიდან გაქვს ეს мотиваცია, ასე ტალღა გაქვს რა და ეს ტალღა კაია რომ შემოახტე და დაიწყო, მაგრამ უნდა იცოდე რომ მე დაგჭირდება დისციპლინა. და ეს ტალღა რომ მორჩება, თუ დისციპლინა არ ჩართებ, ვეღარ გააგრძელებ და ადამიანთა უმეტესობა ზუსტად ამიტომ ვეღარ აგრძელებს მე და შუაგზაზე ანებებს თავს, იმიტომ რომ ტკივილთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ არის დღეები, რომ კი მაინც გშია, იმიტომ რომ ადამიანს სხვა დოზით გშია ხოლმე და დეფიციტი რაც არ უნდა ადამიანს ეჩვენებოდეს რომ ბევრს ჭამ, ანუ რაც ამას სწორად თუ აწყობ შენ თეფს გამოვა რომ ბევრს ჭამ, მაგრამ რაც არ უნდა სხვას ეჩვენებოდეს რომ ბევრს ჭამ, ან შენ მაინც შეიძლება რომ გშიოდეს იმიტომ რომ დეფიციტია მაინც და თან კიდე პლუს თან დიდი მნიშვნელობა აქვს რას ჭამ, მაგრამ მანდაც ნახე როგორ რაღაც არის თქვა ჭამ იმას რაც სწორია და არ გშია, მაგრამ რაღაც მომენტში ისიც გინდა რაც არ არის სწორი, ხო და როცა იმას ჭამ რაც არ არის სწორი, მე უფრო მეტად გშია. ანუ სწრაფნახშირწყლებს გულის ხო უფრო მეტად გშია მე. შესაბამისად ყოველთვის ერთნაირი ხა მე პლუს კიდე ცხოვრებაში ათასი რამე ხდება, ყოველთვის ერთნაირი განწყობაზე არ ხარ PMS-იც არავის წაუშლია რა დარებიდან და ყველაფერი ერთად, მაგრამ თავარი აქ იცი რა არის? ანუ თავარის კი არ არის, შეიძლება მოიმატოს ადამიანმა, შეიძლება დადგეს ორსულობა და მოიმატოს, შეიძლება რა ვიცი რაღაც 1000 ჰორმონები აერიოს და მოიმატოს, რაღაც დაავადება დაემართოს ადამიანს მოიმატოს, ან მკურნალობაში რაღაც, ანუ ცხოვრებაში შეიძლება მილიონი რაღაცა მოხდეს, მაგრამ აქ ყველაზე მთავარი რა არის, შენ რას გადაწყვეტ, რომ აი ვინ ხარ შენ და რომელ გზაზე უნდა იარო, თუ გადაწყვეტ რომ მე რამდენჯერაც უნდა მოვიმატო, იმდენჯერვე დავიკლებ და რა მიზეზითაც არ უნდა მოვიმატო, აუცილებლად დაიკლებ, იმიტომ რომ მე ვიცი ადამიანი, რომელიც იყო 100 პლუსი იყო, არ მახსოვს ზუსტად რამდენი, რო არ მოვიტყუო, სადღაც 120-დან 140-მდე ზუსტად არ მახსოვს და ესე იგი დაიკლო, სადღაც 70-მდე თუ 60-მდე მე 60-მდე დაიკლო, მე დავსულდა, მოიმატა 15 კილო და ეხა ისე დაიკლო, თითქმის დაიკლო უკვე რა კილოები. ანუ ადამიანმა აღარ გაუშვა. ეს არის ძალიან რთული, ძალიან რთული.
რატო იკეთებენ ბარიატრიას? ბარიატრიაც ძალიან რთული გზა არის, ოღონდ სხვანაირად რთული გზა არის. ნახე, იქ თუ რთული ის არის, რომ ვერ ჭამ, გტკივა, უბრალოდ არ შეგიძლია, არ ჩაგდის და შემდეგ აქ რა არის რთული? გინდა, გშია და ჭამ. და მე მაინც ვიტყვი, რომ ეს უფრო რთულია. ეს უფრო რთული გზა არის, იმიტომ რომ იქ ორგანიზმი გიწვევს ხელს, იქ როცა კუჭი ძალიან დიდი ნაწილი აღარ არის, ის არის შიმშილის გზნობაც იმდენი აღარ, ანუ ამბობენ ადამიანები პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში, როცა ბარიატრიას აკეთებენ, სადაც არც მშია, წარმოგიდგენთ, შიმშილის ჰორმონიც აღარ გამოიყოფა, თითქმის აღარ, ძალიან ცოტა რა, აი კუჭი რაც რჩება, ემაგდენი გამოიყოფა. და ანუ იქ სხვა სირთულეებია, იქ სირთულეები არის ის, რომ ვერ ჭამ, თუ ზედმეტი მოგივიდა გტკივა, მერე აი გინდა ხო, ეხლა მე მაგალითად ძალიან დიდი ის არის, რომ მაგალითად ეხლა მინდოდა ეს ამდენი რაღაცა ჭამ, ძალიან კაია. რა მინდა? ამდენი რაღაცა რომ გინდა და შეჭამ, ანუ ეგეც კაია, ხანდახან ადამიანს ჭირდება ეგეც. და მაგრამ ხო და კიდე იქ ის თმების პრობლემა და 1000 პრობლემა, აი ვიტამინები უნდა სვა და რაღაც და ამას სხვა პრობლემა აქვს კიდე თავის, ხო, რომ აი სულ უნდა აკონტროლოს, სულ უნდა უსე გედოს ხელი ეგრე არ არის, რომ აი ესე თავისი და რაღაცა. კი არიან ადამიანები, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანია და მე მათ რიგებში არ ვარ, ვინც მაგალითად აი მშობიერობის მე თავისი დაიგულოს და 5 კილო არაფერი არ გაუკეთებია, თავისი დაიგულო. ეს ზოგი იტყუები, მაგრამ ისეთები ძალიან ვინც არ იტყუება და მართლაც ამბობს და მართლა არიან ეგეთი ადამიანები. მთელი ცხოვრება ჩხირივით რო არიან, ყველაფერსაც რო ჭამენ, მაგრამ იმატებენ კიდევ ასე ვთქვათ ორსობაში და ისე თავისით იკლებენ. მე კატეგორიაში არ შევდივარ. ხო, და მაგათ ასე ბოლომდე კიდე ხედავ მე მაგ საუკეთესო საშუალება და ვთვლი რომ აი 30 წლისთვის ადამიანს უკვე უნდა გქონდეს რაღაცა თავისი სისტემა, რომლითაც იკლებს. იმიტომ რომ ყოველთვის იქნება პლუს მინუს. ნახე, 2 კილო რო გაქვს ზედმეტი, შემდეგ კიდე 2 კილო რო გაქვს ზედმეტი, მალე ეს 5 კილოც იქცევა და უკვე 5 კილოს მე ძალიან ძვირად შეიძლება მეორე 5-იც მიეწებოს. ამიტომ როგორც კი პირველი 2 კილოა, მე კიდე 2 კილოა და 5 კილოა ზედმეტი, იქ უკვე უნდა ჩაერთო. და აქ რო ჩაერთვები, ხო? მე ისე მიდიხარ ქვემოთ და ანუ უნდა გქონდეს შენი მეთოდი, რომელიც მუშაობს შენზე. და ეს არის ძალიან კარგი. ძალიან კარგია ეს. რა ვიცი, მე ესე ვთვლი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სწორი გზა არის, მაგრამ ჩემთვის სწორი რომელია, მე ის უნდა ვიცოდე. ანუ მე ხო ვცადე სხვადასხვა რაღაცეები და აი მაგალითად ვერ. აი მაგალითად მე ძალიან მიყვარს თქვენ იცით რომ ცილოვანი პროდუქტები ძალიან მიყვარს, მაგრამ მე არ შემიძლია რომ გავაკეთო რაღაცა ის ცილოვანი დიეტები როა. იმიტომ რომ ის ერთი ლუკმა და 2 ლუკმა მაგალითად შოკოლადის დიეტის დროს და ის ნაყინი და ის ხილი და ის მინდა რომ ჭამო. და თუ ამას არ ჭამ, ანუ თან ბევრი ამბობს კიდე მაგას, რომ ძალიან მაგრა იქლებენ ხოლმე, მაგრამ მე ვინც აი იმით ცილოვანით იკლებს. მე აი სივდება ორგანიზმი, როგორც კი ნახშირწყლების მიღებას იყოს და ეგეთი არ მინდა. იყოს სტაბილური და იყოს ცხიმის ხარჯზე. ну თავიდან კი გამოდის სითხე და ჯამშიც ცოტა კუნთიც მიდის ისიც, მაგრამ ну მაგას ვერაფერს ვირავთ. ირმა როგორ მიყვარხარ? მე ძალიან მიყვარხარ ირმა. სპორტ რაღაცა ნინი ჩხორწყუში ხომ არ აპირებ წასვლას მომენატრა სამეგრელოს ბლოგები ბევრი წერს ხოლმე ამას. წელს აუცილებლად წავალ სამეგრელოში, ვფიქრობ ახლა გაზაფხულზე, მაგრამ არ გამოვა მე მგონი გაზაფხულზე და ალბათ ზაფხულში წავალთ, არ ვიცი, ჯერ ზუსტად. ზუსტად ახლა არაფერი არ ვიცი. ახლა გარდაიცვალა ნაზიბებო, ის გახსოვთ ალბათ ვინც უყურებთ სამეგრელოს ბლოგებს, ნაზიბებო. ძალიან საყვარელი ქალი. ხო, ძალიან წუხვარ. მაგრამ ბავს. ალეუნი იგიოცავ ცეცხლის გარდმოსვლას ყველას გფარავდეს უფალი მუდამ. დიდი მადლობა ძვირფასო. всё, დავიკითხე კომენტარი, მგონი ყველა. დიამ შვიდობისად კაბილებო და კარგებო.
ხო და ესე თავარი საი რომ არ დავნებდეთ თავარი აი ესე იქნება უბრალოდ ყველაფერი ესე იქნება როგორც გვინდა ნუ რა თქმა უნდა უმეტეს წყალობით და დახმარებით თორე მაგის გარშე აფეთქე ჯეჯერობით გუშინ იმდენი ჭამე ხა 11 დაიწყო და საერთოდ არ მშია საერთოდ მაგის საბურავს დავამატებ და კაი ხო მე ბავშვი წავიყვანოთ რომ რა უნდა ფუტბოლა შეხო ჭამე უკვე დილას ანუ დილის რომ მოხვალ კიდე საჭმელი ხვარი იქნება წავიყვანოთ რომ ხო მე შევჭამ იქამდე სანამ შენ ჰა? ხო, ერთი ცალი. დამცინის ვითომ თავის პონჩიფტები, ნერვებს მიშლის, რომ იცის, რომ განვიცდი ძალიან. აი, მაზოლზე მაჭერს, მოიცა მეც და გაჭერ. და მოგაყრი, მაგრამ იქნება და აგერ ფანჯრიდან გავუშვა. მაგრამ აღარ შევჭამე მორჩა. არ არის ხელიდან გასაშვების სამლარად იქნება დასკერი. მე აღარ შევჭამ. 15 ლარიანი იქნება სამლარად. მაგრამ მე აღარ შევჭამ, всё. ვისაც უნდა ჭამოს. მე უკვე მეყო. წელს არის პირველი და ხე შარშან ერთად იქნას ამას გაუბერავება მოვიდეთ და ერთად მთელი თვე ვჭამდი შენ ერთად მივიდივარ ანუ ბევრად ზედმეტი არ მე მოვალ და ერთად წავალ მე მოვალ აი ბევრად ზედმეტი არ მიჭამია და შარშან ვჭამდი ყოველ დღე ერთი თვე და მოვიფატე ჯამში 2 კილო და წელს ვჭამე რამდენიმე დღე ხო და იმია გადავისვი თავზე და მოვიმატე 1 კილო მარტო მე აღარ შევჭამ აი მე 1 კილო კიდე რომელიც წყალი ის არის უცებ წავა ხა ასე რომ და იცით როცა ეს ვჭამე ესეთ მეტი რაღაც იცით როგორ მენატრებოდა ჩემი ჯანსაღი გაბალანსებული ასე თუ ისე საკვები აი კვერცხი პური ბოსტნეული აი ესეთი რაღაც საჭმელი იცით როგორ მენატრებოდა აი იქ გრძნობდი რა ფასეულია